მოკლედ, უნდას ინგლისურში რამდენიმენაირად გამოვხატავთ. Must-ით, მაგალითად, I must wear a white shirt. მე უნდა მეცვას თეთრი პერანგი. Must ამ შემთხვევაში ნიშნავს ვალდებულებას, ძლიერ ვალდებულებას. Have to, I have to wear a white shirt. ანალოგიურად მე მიწევს ჩავიცვა თეთრი პერანგი. ამ ორივე არის საკმაოდ ძლიერი. პირველი გამოიყენება ზოგადი ძლიერი ვალდებულების დროს, მორალური ვალდებულების გამოსახატავად. მეორე have to გამოიყენება როგორც უკვე ჩვენ ნახეთ must-სა და have to-ზე გაკეთებულ გაკვეთილში. აი მაგალითად სამსახურში უნდა წავიდე, ესე კანონია ესეთი, მიწევს ამის გაკეთება. შეიძლება მე არ მინდოდეს, მაგრამ ეს მიწევს ამის გაკეთება, უნდა გავაკეთო ასე. მაშინ, როდესაც should-ი გამოხატავს უნდას, მაგრამ გამოხატავს უფრო ნაკლებ სავალდებულოს, ანუ როგორ? I should wear a white shirt. ნიშნავს უნდა ვატარო, უნდა ჩავიცვა თეთრი პერანგი. და ეხლა როგორ ავხსნიდი ამას? Should-ით ნიშნავს, რომ არც კანონია, არც წესია, მაგრამ აი პირველი დღე მაქვს სამსახურში და მინდა გამოვიყურებოდი აკადემიურად. თუ ვიტყვი I should wear a white shirt, არ ნიშნავს, რომ ეს უნიფორმა არიან, თქვათ, სავალდებულო ამის ჩაცმა, მაგრამ მე მინდა რომ გამოვიყურებოდე პროფესიონალურად. ამიტომაც ვამბობ, უკეთესია თუ ჩავიცმევ თეთრ პერანგს. I should wear a white shirt. და ანალოგიურად ought to. I ought to wear a white shirt. უნდა ჩავიცვა თეთრი პერანგი, მნიშვნელობით იგივეა, უნდა ჩავიცვა, ანუ უკეთესია ასე, მაგრამ გამოვიყენებდით ან უფრო ძველ ინგლისურში, ან უფრო ოფიციალური საუბრის დროს. იმედია ეს ყველაფერი გასაგებია.